დაიბრუნებს თუ არა გაყინულ მილიონებს ბიძინა ივანიშვილი მილიარდელი გადაწყვეტილების მოლოდინში აგაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში იწყება სხდომა, სადაც გამოცხადდება დაეკისრება თუ არა შვეიცარიულ ბანკს კრედიტ სუის ივანიშვილისთვის 667 მილიონის გადახდა. მოლოდინია, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ამ თანხის განკარგვას ვერ შეძლებს. როგორც მისმა ადვოკატმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ივანიშვილი ამ ფაქტს შეგუებულია. მკვლელების მხარემ გირაოს სახით 10,000 ლარად მოითხოვა მკვლელთა თავისუფლება, წერს გიგა ავალიანის დედა. შვილმოკლული ქალის თქმით, ის სასამართლო პროცესებზე დასწრებას არ აპირებს. არ ვაღიარებ წაყენებულ ბრალს და ამ მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ, წერს ეკა კუპატაძე. მოკლული მასწავლებლის დედის განცხადებით, პროცესზე მხოლოდ მაშინ მივა, როცა მას ოფიციალურად დაიბარებენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი დარა ხველიძე ტევ-პირველის დაკავებული ჟურნალისტის გაშიშვლების ფაქტს ადასტურებს. ოცნების სანქცირებული მაღალჩინოსანი ამას პროტოკოლით ხსნის და ამბობს, რომ შესახლების დროს დაკავებული პირის გაშიშვლება აუცილებელი კომპონენტია. ხანძარი საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე ოკუპირებული ჯავის რაიონში ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა. შერეული ტყის ფერდობი იწვის ბაღდადშიც. ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.